გამოიწვევს თუ არა ტრამპის პოლიტიკა უდიდეს ბულ მარკეტს, რაც აქამდე გვინახავს. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც შეეხება ტრამპს, ეკონომიკას, ტრამპის მიდგომას, ტრამპის პოლიტიკას და ასე შემდეგ, რას უნდა ველოდოთ და რა შეიძლება მოხდეს. სანამ გადავიდოდით, მეგობრებო, და ჩავყვინთავდით ამ რაბიტ-ჰოლში, მინდა გითხრათ, რომ რასაც ვიტყვეს ყველაფერი არის ჩემი სუბიექტური აზრი და ეგ ანიშნავს იმას, რომ თქვენ ამ ჩემ ლაპარაკზე უნდა მიიღოთ რამე გადაწყვეტილებები, უნდა იყიდოთ ან გაყიდოთ რამე და უნდა გააკეთოთ ესე ვთქვათ რაიმე გადაწყვეტილებები. არა, პირიქით მეგობრებო, ეს არის ჩემი ხედვა და ძალიან მინდოდა ჩემი ხედვა გამეზიარებინა თქვენთვის, იმიტომ რომ მე მაქვს ძალიან განსხვავებული აზრი იმათგან, ვინც ან ბევრისგან განსხვავებული აზრი, ვინც YouTube-ზე, სოციალურ მედიაში და ასე შემდეგ აკრიტიკებენ ტრამპს, დოლარს, ამერიკას და ასე შემდეგ. მე ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ, იმიტომ რომ რასაც ყველა აკეთებს და რაც ყველას გონია შენ ზუსტად სხვანაირად უნდა იფიქრო იმისთვის, რომ თუ ინვესტიციებს და ტრეიდინგში ხარ, ფული გააკეთო და ესე ვთქვათ ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს იყოს. რა თქმა უნდა, 100% ვერ იქნებ ჭეშმარიტებასთან ახლოს და 100% არ გეცოდინება რა და როგორ ხდება და რა არის მათი მიზნები, ანუ თუნდაც ტრამპის და ან პუტინის და ასე შემდეგ. მაგრამ როცა შენ ფიქრობ განსხვავებულად და მასას ძალიან ცდები, ხშირ შემთხვევაში შენ ხარ ხოლმე სწორი. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ აზრსაც, ამ ხედვასაც უნდა ქონდეს თავისი ახსნა, იმიტომ რომ ახსნა თუ არა გაქვს, რა თქმა უნდა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვთქვათ, შენ ხედვას. მეგობრებო, ამ ვიდეოს დავარქვათ პოდკასტი, სადაც სტუმარს და მასპინძელს ვიქნები მე. ბევრს ვისაუბრებ, შევეძლებრო ყველაფერი თანმიმდევრობით განვიხილო და გავშალო, თუ რასაც ვფიქრობ მე, რა არის სინამდვილეში ტრამპის მიზანი. ამიტომ გირჩევდით, რომ მოკალათდეთ, რამე დასალევი მოიმარაგოთ, გინდ ცხელი ცივი, მე პირადად ეს მაქვს, რაც ძალიან მიყვარს. და მოდი ახლა დავიწყოთ მეგობრებო. სანამ დავიწყებდით ამ ყველაფერში გაშლას, მინდა დავიწყოთ ვთქვათ კრიპტო ინვესტორებზე, ბიტკოინ ინვესტორებზე და როგორ დაიწყო ეს ვთქვათ ბიტკოინის ადოპცია და როგორ გახდა ბიტკოინი პოპულარული, ხო? და ვინები არიან საერთოდ ბიტკოინ ინვესტორები. ნახეთ ახლა მეგობრებო, 2008 წელს ყველამ ვიცით რომ იყო დიდი კრიზისი, კრედიტების კრიზისი. Big Short არის ერთი ძალიან კარგი ფილმი, თუ არ იცით, გეჩვევთ რომ უყუროთ, რამოდენიმეჯერ უყურე მას და ყოველ ყურებაზე, ყოველ ჯერზე ახალ რაღაცას ვიგებ და ახალ რაღაცას ვაგზავ ყურადღებას და სულ სხვანაირად უყურებ ხოლმე ყოველ ჯერზე ამ ფილმს, ესე ვთქვათ. და 2008 წლის მერე, ესე ვთქვათ, 2009 წელს გამოიგონეს ბიტკოინი. სოქს გონია რომ არის სატოში ნაკამოტო და გონიათ რომ ეს არის ხალხის მომავალი ფული, რაზეც ჩვენ მაგალითად 15 წელში და 20-30 წელში მე რო ვიქნები ბაბუა, ან რა ვიცი, რაც ვიქნები, მამა ან ბაბუა, შევალ თონეში და თონეში ვიტყვი რომ 2 შოთი მომეცით და გამყიდველი მეტყვის რომ თქვენზე არის 2 სატოში. ბევრს გონია რომ ეგრე იქნება ჩვენი მომავალი, რაც მე ძალიან დიდი სულელით მიმაჩნია, უდიდესი სულელით მიმაჩნია. არ ვიცი ეგეთ ადამიანების ტვინში რა დევს და რას ფიქრობენ, მაგრამ პატივს ვცემ, რაც უნდა იყოს პატივს ვცემ მათ მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის დალაგება და ახსნა არ შეუძლიათ, თუ რატო შეიძლება ეს იყოს, მე პირიქით შემიძლია ახსნათ, თუ რატომ არ შეიძლება ეს იყოს და აი რატო არის თლიანად აბსურდი. But it's okay, თუ ვიღაცას წამს, კი ბატონო, არ არის პრობლემა. მე რა თქმა უნდა ვაკეთებ ინვესტიციას ბიტკოინშიც, ეთერიუმშიც, ამაზე ვაჭრობ და აქ ანუ მანამდე ვიქნები ამ ბაზარზე, სანამდე ფული შემიძლია გავაკეთო და მანამდე იქნებიან ის კრიპტო და ბიტკოინ ფანატიკოსები, ვინც ახლა არიან, იმიტომ რომ მეგენი რო არ იყვნენ და არ კეთილობდნენ და არ ინახავდნენ, მეც რა თქმა უნდა ფულს ვერ გავაკეთებდი, ხო? მაგრამ რატო დავიწყე ამ ყველაფრით, მეგობრებო? ნახეთ როგორ დაიწყო საერთოდ ბიტკოინის შემოსვლა ბაზარზე. ეხლა რო გადავხედოთ, ყველა ვიღაცამ ხო საიდანაც დაიწყო. ყველას გვეცოდინება მინიმუმ 1-2 ბიტკოინ ფანატიკოსი და მისი ისტორია როგორ დაიწყო ბიტკოინზე შეხება. ის იყო ჩვეულებრივი გეიმერი. ყველა გეტყვის მაგას რომ მე ვიყავი გეიმერი, ბიტკოინის რაღაც რევარდებს ვიღებდი, ვყიდიდი, ფული გავაკეთე, ბლა 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 და შემოვედი ბიტკოინზე. შემდეგ მოხდა რომ $5 5000 გააკეთე, შემდეგ $10 მილიონი გააკეთე, ანუ ხდებოდა ესეთი რაღაცები ბიტკოინის, ხო, იმიტომ რომ იყო ძალიან ვოლატილური და ეს ალბათ ვიღაცის მიზანიც იყო, რომ ეგეთი რაღაცები მოხდარიყო ხალხში ესეთ როცა რაღაცის პოპულარიზაცია გინდა იწყებ დაბალი ფენით.
ვინც ესე ვთქვათ, ვისაც ფული ჭირდება ღარიბია და ანუ ყოველთვის ეგრე ხდება რა, ანუ როგორ ცუდი მოსასმენიც უნდა იყოს, ეგრე ხდება. ანუ დაიწყო ეგრე, იმიტომ რომ არავინ არ შემოსულა თავიდან ბიტკოინზე და ის გეიმერი არ ფიქრობდა ინფლაციაზე და აზრზე არც იყო რა იყო ინფლაცია და არც აინტერესებდა, იმიტომ რომ მას ჰქონდა თავისი კომპიუტერი, მას ჰქონდა თავისი ოჯახი, ყავდა თავისი ოჯახი, მანქანა, სახლი, კარგად ცხოვრობდა და საერთოდ არ აინტერესებდა რა იყო ინფლაცია, ხო? მაგრამ ანუ როცა გააკეთა 5000 და 10000 დოლარი და 100000 დოლარი და ასე შემდეგ, მე დაიწყო რომ თურმე ინფლაცია გქონია, თურმე დოლარი უფასურდება, თურმე საშინელებაში ვცხოვრობ, თურმე თავისუფლება გვინდა, თურმე დეცენტრალიზება გვინდა. ხშირად მეთქვა თუ შენ მართლა თავისუფლება გინდა, ჯერ ხო თავისუფლება საკუთარ თავში უნდა იპოვო. მაგრამ თუ შენ მართლა თავისუფლება გინდა, მithumet საქართველოში ცხოვრობ. აიღე შენი გუდანაბადი, წადი მთებში, აი შენი ქუხი და თავისუფალი ხარ. არც მეზობელი შეგაწუხებს, არც მანქანის პიპინი შეგაწუხებს. არც დილით, რავი, ჩიტების შეგაწუხებს იქ, ანუ ეგეთ შეგიძლია ჩათვალო, რომ თავისუფალი არ ხარ. ღმერთთან შეიტან საჩუქარი, რომ ჩიტები გაწუხებ. ანუ ყველა რაღაც სასწაული იდეალს იმაშვრებით და ხშირად ვიყენებ ამ სიტყვას ხოლმე, რომ be aware what you wish for. ანუ ფრთხილად იყავი, რაზე ოცნებ. რა, იმიტომ რომ რა არის თავისუფლება, ხო? თუ შენ მართლა თავისუფლებას ეძებ, გააკეთეს რაც ეხება უფრო წადი მთებში, აიშენე ქოხი და იცხოვრე. მაგრამ მონაც ვერ იქნები თავისუფალი, იმიტომ რომ საჭმელი გჭირდება, სასმელი გჭირდება, მაშინ შენ საქონელი უნდა ყავდეს, უნდა გაყავდეს მოსაძოვად შენი საქონელი, რაღაც უნდა მოიყვანო, დათესო, მოიმკო, ბლა 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 ბლა, ესეთი რაღაცები, ხო? მაგრამ ანუ არ ვიცი რა თავისუფლებას ეძებს ხალხი, მაგრამ ანუ რაღაც თავისუფლებას ეძებენ რასაც შეიძლება ადრე მეწვევდი, მაგრამ ხშირად ვამბობ, რომ რაღაცას ერთ-ნაბიჯს უკან რო გადადგავ და შორიდან შეხვდე, როგორც ხოლმე მაგალითად შორიდან უყურებ, რომ როგორ შემოდი კრიპტოში, როგორ შემოდი ბიტკოინში, როგორი ხალხი არის საერთოდ იქ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნენელა იცვლება. და მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო ამ ბიტკოინის და ბლოკჩეინის და ასე შემდეგ მეგობრებო, უბრალოდ რაღაცებს ცოტა სხვანაირ თვალთაც უნდა შევხედოთ ხოლმე და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბიტკოინიც მაქვს, ეთერიუმიც მაქვს და ამ ბაზარზე ვიქნები იქამდე სანამდეც ფულის გაკეთება შემეძლება და მე ამის თქმა შემიძლია და მე არ მწხვენი ამის თქმა, რომ ამ ყველაფერზე შევარ იმისთვის, რომ გავაკეთო ფული. და არ ვარ იმისთვის, რომ ჯერა რომ როცა გავხდები 45 წელს 60 წლის შვილიშვილებს სატოში თუ ყიდი შოთს. ანუ ან ჯერა ამის. ვისაც ჯერა, ოკეი. მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დავიწყოთ, რატომ დავიწყე ამ ყველაფერს, რომ ესეთი ადამიანი შემდეგ კიდე სხვა ადამიანები, ვისაც უთან შეხება არასდროს ქონიათ, ანუ კი ჩვეულებრივ მუშაობა, სახლი, კარი, შვილი, ოჯახი და ჩვეულებრივ ცხოვრობს, ან ჩვეულებრივ ადამიანი ფინანსებთან შეხება არ აქვს, ხო, რას გვესწავლ მე ფინანსებთან როგორი ბეჭდება ფული, ბანკების სისტემა როგორ მუშაობს, ეს როგორ მუშაობს და ასე შემდეგ, ანუ არაფერი რო არის. რა, იმიტომ ახლა ჩემნად საუბარშიც რო გადავიხედო მეგობრებშიც და ასე შემდეგ, ანუ არავინ არ იცი, ბევრი ძალიან კარგად ცხოვრობს, ყველაფერი აქვს და საერთოდ არ აინტერესებს რა არის ფინანსები და რო ვკითხო ბანკის სისტემა როგორ მუშაობს. ანუ არც ეგ არ იციან. ფული როგორ ჩდება, არც ეგ არ იციან, იმიტომ რომ არ აინტერესებთ, ხო? მაგრამ ეს როცა კრიპტოინვესტორები შემოდიოდნენ 100-200 დოლარით, ანუ ფულის აზრზე არ არიან, უბრალოდ რაღაცა ითვალებს და ხუჭოდნენ, კოინს აერჩევდნენ, გაიღვიძნეს და 5000-10000 დოლარია და 5 დოლარით გააკეთეს რავი მილიონები, მე ხვდებოდნენ, რომ თურმე ინფლაცია ყოფილა სოფლიოში. და შენც უნდა გააკეთო ბიტკოინში აუცილებლად ინვესტიცია, რომ დოლარები ბეჭდება და ინფლაცია ხდება და ეს ხდება და ეს ხდება და ანუ ამ ყველაფერს თავი დავახცოთ. რატომ ამ ყველაფერს ნახეთ ხოლმე მეგობრებო, თუ ეგეთმა ადამიანმა იცის. ვინც აი როგორც წეგანა გეხსენით, ჩვეულებრივ ადამიანი, რომელიც შემოვიდა ბიტკოინზე რაღაც გაუმართლა და მე დაიწყო თურმე ინფლაცია ყოფილა. თუ ეგეთმა ადამიანმა იცის, რომ დოლარის ბეჭდა ინფლაციას გამოიწვევს, მსყიდველუნარიანობა იკარგება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის ვინც ამას აკეთებს, ამერიკა, წამყვანი ქვეყანა, ვინებიც ესე ვთქვათ, AI-ზე მუშაობენ, რობოტებზე მუშაობენ, ადამიანებში ტვინის ჩიპის ჩადება უნდა და რაღაც სასწაულებს აკეთებენ. ანუ მაგათმა არ იციან და უბრალოდ ეს დებილები ვით ბეჭდავენ, რომ აი არ ვიცით რა მოხდება და უბრალოდ ბეჭდავთ. ეგრე ხდება? ანუ ეგრე არ ხდება, ხო სისულელი არის. და კიდევ ახლა ვინც კრიპტო ფანატიკოსები მიყურებენ, მინდა მათთვის ვთქვა, მით უმეტეს რომ მაგალითად კორონას პერიოდში რო არ დაებეჭდა ამერიკას ფული, ბულ მარკეტი არ მოხდებოდა.
დღეს ალტკოინებზე რაც ხდება, იმაზე 10 ჯერ უარესი იქნებოდა და ანუ ამდენი ალტკოინი არც იქნებოდა, იმიტომ რომ როცა მაგ დროს ფული დაიპომპა, ფული დაიბიჭდა და ესე ვთქვათ, იმდენი ფული იყო, რომ ნახეთ, როცა ფული შემოდის ბაზარზე, ყველაფერი იწევს. პოკემონ კარტები, ვისკი, ღვინო, საინვესტიციო ვისკი, საინვესტიციო ღვინო, საინვესტიციო სხვადასხვა სასმელები, ნახატები, საათები, ან ყველაფერი იწევს, იმიტომ რომ ბაზარზე არის საკმარისი ფული, რომ ადამიანმა რაღაცები იყიდოს და თავისთავი ასე ამონოს, ხო? და ეგ რო არ ყოფილიყო, ან ფულის დაბეჭდა, ეს ყველაფერიც არ იქნებოდა, მეგობრებო, დაივიწყეთ, იმიტომ რომ ყოველ კვირას ხედავდით ვიღაცა ინფლუენსერმა, რომ როლექსი იყიდა. ეხლა მე ვეღარ ვხედავ ამ ყველაფერს. აღარ ყიდულობენ როლექსებს, პატეკებს აღარ ყიდულობენ ძალიან ძვირადღირებულ საათებს და რაღაცებს, იმიტომ რომ ფული აღარ იბეჭდება, ხო? ინფლაცია გვაქვს და საპროცენტო განაკვეთს უწევენ და ფული აღარ იბეჭდება, ხო? რომ ეს ინფლაცია დარეგულირდეს. ნახეთ ხლა რა ხდება მეგობრებო, თუ ეს ყველაფერი იციან, ამ ისევე გადავიდეთ ბიტკოინ ინვესტორებმა, ესე იგი იქაც იციან, ხო, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. და მოდი განვიხილოთ ეს მიზეზი თუ რატო ხდება ინფლაცია, რატომ ეს ინფლაცია კარგი, ჩემთვის რატომ შეიძლება იყოს კარგი, ჩემთვის რატომ შეიძლება იყოს კარგი და მით უმეტეს ამერიკისთვის, იმიტომ რომ ისინი არიან უფროსები, ისინი ბეჭდავენ და რახან ისინი ბეჭდავენ და თავის საკუთარ ვალუტაზე აკეთებენ ინფლაციას, ან დებილები უნდა იყვნენ, ან ძალიან ჭკვიანები და ამ ყველაფერს რაღაცა მიზეზი და დანიშნულება აქვს. პირველ რიგში რატომ არის ინფლაცია კარგი შენთვის, ჩემო კარგო მეგობარო და მაყურებელო? არ ვიცი ახლა შენ გაქვს თუ არა სესხი, მაგრამ წარმოვიდგინე შენ გაქვს იპოთეკური სესხი დოლარებში. მინდა გითხრა რომ თუ ჩვენ გვაქვს წლიური 3%-იანი ან 2%-იანი ინფლაცია, შენი სესხი ყოველწლიურად 2-3%-ით იაფდება. და მოდი ეს ყველაფერი შენ რო გადაანგარიშო კომპაუნდ ეფექტით, აი ნახე 20 წლის მერე რამდენი ვალი გამოგდის. რა თქმა უნდა, პროცენტებს რო იხდი, ეს პროცენტები არის და დამატებით იხდი, მაგრამ თვითონ თავი სესხი უფრო გიაფდება, ხო? და ამიტომ ხდება რომ მდიდარი უფრო მდიდრდება, ღარიბი უფრო ღარიბდება. თუ არ გაქვთ, არ იცით ვინ არის რობერტ კიოსაკი და არ გაქვთ მათი წიგნი, ამას წიგნი წაკითხოთ, გეჩვენოთ რომ წაიკითხოთ მის რამოდენიმე წიგნი, Rich Dad Poor Dad და შემდეგ რატომ ხდება მდიდარი, რატომ ხდება ღარიბი და ძალიან ბევრ ამას გაიგებთ მეგობრებო. როგორ შეგიძლია სესხით გამდიდრდე და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე სხვა დროისთვის შემოვინახოთ. მაგრამ მინდოდა ამ ყველაფერზე მიმენიშნებინა რომ სესხი თქვენ, ინფლაცია თქვენ, ასე ვთქვათ, შეიძლება თქვენთვის ასიკეთოთ იმუშაოს, თუ თქვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს იყენებთ სწორედ. უბრალოდ ნახეთ, ეს არის რაღაც თამაში. როგორც კომპიუტერზე თამაშობ, მეგობრებში თამაშობ, არის რაღაც თამაში და ამ თამაშის წესები თუ გაიგე, ამ თამაშის ესე ვთქვათ, სწორად თუ მიუდექი და ერთხელ გააკეთე, ორჯერ გააკეთე, უკვე გამოგდის და ეს თამაში კარგად ისწავლე და ამ თამაშს ყოველთვის იმეორებ, პირიქით ინფლაცია შეგიყვარდება, პირიქით დოლარი შეგიყვარდება, პირიქით ფულის დაბეჭდა შეგიყვარდება, თან ძალიან შეგიყვარდება და ესე შეიძლება შეგიყვარდეს რომ მის გარეშე ეკონომიკა არც წარმოგედგინოს. ხო, ბევრი არის რომ არ წარმოგედგენ, არც მე არ წარმოგედგენ მის გარეშე ეკონომიკა. ბევრს წარმოუდგენია რომ რაღაც ლიმიტირებული უნდა იყოს, ან ოქროზე უნდა იყოს მიჯაჭვული ან ბიტკოინზე, იმიტომ რომ ბიტკოინი მის 51 მილიონი, მაგრამ ჩემო კარგო ნახე, თუ დოლარი ბიტკოინზე იყო მიჯაჭვული ან ბიტკოინი იყო ჩვენი ფული და ეს არის ლიმიტირებული. მე მაგალითად გენაცვალე, ჩვენ ვართ ადამიანები, ხო, ყველა სხვადასხვანაირები ვართ. მე მაგალითად თუ ძალიან ამბიციური ვარ, თუ ძალიან ბევრ შრომ, შენ თუ მაგალითად მხოლოდ 9-დან 5-მდე გინდა შრომა და შემდეგ დაძინება და გულაობა და არ ვიცი სხვა რაღაცების კეთება, მე შეიძლება 9-დან 5 კი არა 9-ზე რო ვიწყებ, 7-ზე რო ვიწყებ ხოლმე მუშაობას, ღამის 8-ზე ვჩები და მხოლოდ 3-4 საათი ვიძინებ, იმიტომ რომ რაღაც გეგმები მაქვს და ძალიან ასე ვთქვათ, ამბიციური ვარ. რატომ უნდა გქონდეს მე და შენ ერთი და იგივე შესაძლებლობები ფულთან დაკავშირებით? ხო, ეს ჩვეულებრივი კომუნიზმია. როცა რაღაც არის ლიმიტირებული, მაგათ ბიტკოინი არის ლიმიტირებული, ხო? შეიძლება შენ მე ამბიციური ვარ და მეტის გაკეთება მინდა და მეტი მსურს რო გავაკეთო და მეტი ფული გავაკეთო, ანუ მეტი სატოში გავაკეთო, ვიტყვი. მაგრამ არ არის საკმარისი. რა აღარ ვიმუშავებ, ხო? იმიტომ რომ აღარ მექნება мотиваცია. მაგრამ უნდა ვიფიქროთ ის, რომ ყველანი სხვანაირები ვართ და მე შეიძლება რესტორანში ყოველდღე რესტორანში ვჭამდე, მივირთმევდე, ან და შენ შეიძლება არ გქონდეს მაგის საშუალება თუ ერთხელ დადიოდი, ხო? მაგრამ მე თუ ყოველდღე მინდა რესტორანში სიარული და უფრო მეტის გაკეთება მინდა ვიდრე შენ, მაგრამ ლიმიტირებული ბიტკოინია და ლიმიტირებული სატოში და ლიმიტირებული ეკონომიკა და ლიმიტირებული ვალუტა როგორ გავაკეთო ეს ყველაფერი, ხო? ან წარმოიდგინე რომ შენ ყავს 10 შვილი, შენ ძმას დასაც ყავს 10 შვილი და იმასაც 10 შვილი და
20 წლის შემდეგ ამ ყველა შვილებმა უნდა იყიდონ სახლები. თუ არ არის საკმარისი ბიტკოინი რომ სახლი იყიდო და ფული არის ანუ საკმარისი ბიტკოინი თუ არ იყო, როგორ უნდა იყიდო სახლი, ხო? თუ ყველამ თუ ბიტკოინი ინახა და შენახული ქონდა და არ ხარჯებოდა და ამავდროულად და ან რამდენი არის დაკარგული და კიდე რამდენი დაიკარგება, ხო? თუ ყველას ჯიბეში უდევს ეს ყველაფერი და ანუ არ არის საკმარისი რომ ჩემმა ათშვილმა და იმის ათშვილმა და იმის ათშვილმა ბინები იყიდონ და იცხოვრონ, ანუ ეს რა სისტემა არის ვერ ხვდები. პირიქით ახლა ყველა შეუძლია ბინას ყიდო, ხო? მიდიხარ ბანკში, გეუბნება, გაძლევს ეს მორჩა. შეგიძლია ბინა იყიდო, ხო? ანუ ამის პრობლემა არავის არ ქონია. ასე რომ მეგობრებო, be aware what you wish for. ანუ რატომ უნდა გინოდეს საერთოდ ეს ყველაფერი არც ვერც მე არ ხვდები, მაგრამ მოდი ახლა გადავიდეთ ისე იმაზე თუ რატომ აწყობს ამერიკას ფულის გასესხება. ფულის გაიაფება და გაფასურება და ინფლაცია. ნახეთ მეგობრებო, 2071 წელს როცა დოლარი და ოქრო ერთმანეთს დააშორეს, მის შემდეგ დოლარმა დაკარგა თავისი გავლენა, აღარ იყო ნდობა და ესე ვთქვათ, ისინი ხედავდნენ რომ ამერიკა ხედავდა რომ დოლარის ესე ვთქვათ ნდობა ვარდებოდა, გამოყენება ვარდებოდა და მათ უნდათ რომ ეს ყველაფერი შეეცვალათ და დოლარი ყოფილიყო ისევ წამყვანი ვალუტა მსოფლიოში. რა გააკეთეს? მათ ისინი ჩავიდნენ საუდის არაბეთში და ნების საწინააღმდეგოდ დაითანხმეს საუდის არაბეთი რომ დოლარი ყოფილიყო ნავთობზე მიჯაჭვული, ანუ პეტროდოლარი. ამით გააკეთეს მათ ის რომ ყველა სახელმწიფო იყო ვალდებული რომ დოლარით ეყიდათ ნავთობი, ანუ მათ ისინი იყვნენ ვალდებულები რომ დოლარი ქონდათ რეზერვებში. დოლარი ეყიდათ, ანუ ამერიკიდან აიღოთ დოლარი, სესხის სახით, ვალის სახით, ანუ ამერიკა გაცემდა ობლიგაციებს, ისინი იყიდულობდნენ ობლიგაციებს და ამერიკა უხდიდა მათ ფულს და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ესე ტრიალებდა და ამ ყველაფერს კიდე ძალიან ჩავეძიები სიღრმისეულად. ანუ ამ პეტროდოლარმა გამოიწვია ის რომ დოლარი იყო ისევ ყველას საოცრებდა და ყველას უნდა ქონოდა დოლარი. მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, ჩვენ ვიცით რომ ვაჭრობის დროს ანუ რაღაც კონტრაქტები იდება, ხო? და ამერიკასაც ქონდა ესეთი კონტრაქტები სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საუდის არაბეთთან, ჩინეთთან, ევროპასთან და რუსეთთანაც, რომ თქვენ თუ გინდათ ჩემთან ვაჭრობათ, ჩემთან თანამშრომლობა, თქვენ ვალდებულები ხართ იყიდოთ ჩემი სახელმწიფო ობლიგაციები. ანუ ამერიკა გასცემს ობლიგაციებს, თუ საუდის არაბეთი და ჩინეთი და ევროპა და რუსეთი და ასე შემდეგ ყიდულობს ამერიკის ობლიგაციებს, ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ ვალს ყიდულობ, ანუ შენ სესხულობ ფულს ამერიკას და ამერიკა ესე ვთქვათ პროცენტებს გიხდის, ანუ თან პროცენტებს თან თავს რა თქმა უნდა, ჩვენი ბანკის სისტემა რა. და შეთანხმება იყო ასეთი პროცენტები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ანუ თუ რომელიღაც ჩინეთი მაგალითად X რაოდენობის პროდუქტს აწარმოებდა და გაყიდდა ამერიკაში, იმ რაოდენობის რაღაცა პროცენტის ობლიგაციები უნდა იყიდა ამერიკიდან. ანუ იყო ესეთი შეთანხმებები, რომელიც დღესაც არის სხვათა შორის და ნახეთ ახლა რა ხდება. როცა შენ ესე ვთქვათ ვალს იღებ ვიღაცგან, მე ვარ ამერიკა, მე ვბეჭდავ ფულს და იმის თუ ფული დავბეჭდო, მჭირდება ვალი, ხო? ანუ უნდა იყოს სადმე ვალი. მე გავცემ ვალს, ჩინეთი ყიდულობს ვალს, მე უნდა ვუხადო მას ვალი პროცენტებში, ის თავი და პროცენტს უნდა ვუხადო. მაგრამ რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს ვალი გამოვიდეს უფრო ნაკლები. ინფლაცია. ნახეთ ახლა რა ხდება, როგორც შენ ახლა წეღან აგიხსენი, რომ თუ გაქვს იპოთეკა, ყოველწლიურად რომ შენი ვალი უფასურდება, ზუსტად ამერიკაში ეგრე ხდება, რაც მას აქვს რა თქმა უნდა ძალიან დიდი ვალი, მაგრამ ყოველწლიურად ეს ვალი უფასურდება და ეს არის ინფლაციის დამსახურება. მაგრამ აქ არის კიდე სხვა რაღაცები მეგობრებო. ნახეთ ახლა რა ხდება. როცა ანუ შეთანხმება არის ესეთი, ევროპაში წესია და ამერიკაში სხვათა შორის, რომ ანუ მაგალითად შენი დეფიციტი არ შეიძლება აღემატებოდეს ბრუტო შიდა პროდუქტის 3%-ს. ანუ ადვილანაზე რომ ახსნათ უფრო მეგობრებო, სახელმწიფოს შემოსავალი თუ არის $100, მისი გასავალი არ შეიძლება იყოს $103 მეტი, ანუ მას შეიძლება ქონდეს 3%-იანი დეფიციტი. თუ გაქვს 3%-იანი დეფიციტი, ეგ იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა მაინც ჯანსაღად ვითარდება და იმ 3%-ს ესე ვთქვათ, მაინც სესხს იღებ და იმ 3%-საც ფარავ და ასე შემდეგ და ანუ ხდება 3%-იანი ინფლაცია წლის ბოლოს. და სესხი რაც შეეხება, ანუ ყოველთვის რომ იღებ ამ სესხს, ანუ ეს სესხის რა თქმა უნდა, იმ სესხს 3%-ს რასაც იღებ, ერთ ჯერზე ხო არ იხდია რა, ანუ ეს გროვდება და გროვდება, წლებზე არის გადაანგარიშებული, ხო? და წლების განმავლობაში, ანუ ეს სესხი ხდება რაღაც, ანუ დიდი ბურთი და ანუ იზრდება, ხო?
და მეორე შეთანხმება არის ის, რომ შენი ვალი არ შეიძლება შენი ბრუტო შიდა პროდუქტის 60%-ს აღემატებოდეს. ამ შემთხვევაში ამერიკის ვალი არის 100%-ზე მეტი, ანუ შიდა პროდუქტის 60%-ის მაგივრად 100%-ზე მეტი არის ვალი. რაც რა თქმა უნდა გამოიწვევს კრიზისს, ხო, იმიტომ რომ თუ გაქვს ძალიან დიდი ვალი და ამ ვალს უნდა გადახდა, რა თქმა უნდა შენ ვერ და საპროცენტო განაკვეთს ვერ დაწევ, იმიტომ რომ შენ გჭირდება უფრო მეტი ფულის გადახდა, ესე ვთქვათ, ჩინეთის, ევროპისთვის და სხვადასხვა ქვეყნებისთვის, იმიტომ რომ შენ გაქვს ვალი. და იმისთვის რომ ვალი გადაიხადო და ინფლაცია დაარეგულირო, გჭირდება უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი, რომ ხალხმა ეს სისხლის პული უფრო მეტი გადაიხადოს და შენ ამ მეტი გადასახადებით გადაუხადო სხვადასხვა ქვეყნებს, ესე ვთქვათ, თავისი ვალი. შენ შეგიძლია რა თქმა უნდა ისე დაწიო საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ ამისთვის საჭირო რომ კიდე ობლიგაციები იყიდოს სხვა ქვეყნებმა და თან ესე ვთქვათ, შენი სესხი უფრო და უფრო იზრდება და ანუ როგორც ვთქვით, წევან რომ მაქსიმუმ 60% შეიძლება იყოს შენ შიდა პროდუქტი, ის ბრუტო შიდა პროდუქტის თუ გაქვს $100, $60 შეიძლება იყოს შენი მაქსიმალური ვალი. ანუ ვალი არ შეიძლება აღემატებოდეს შენი შიდა პროდუქტის 60%-ს და შენ თუ კიდე დაბეჭდაო და კიდე სესხებს გასცემ და კიდე ვალს აიღებ და შემდეგ ანუ ეს უფრო იზრდება და იზრდება. როცა ამერიკას პირიქით უკვე 100%-ზე მეტი აქვს ხო თავისი ვალი. ანუ თავისი ვალი აღემატება შიდა პროდუქტის 100%-ს. ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო. რასაც აკეთებს ამერიკა. და რა არის ეხლა ტრამპისთვის მთავარი რომ რა უნდა მოხდეს, რომ ანუ რა უნდა თვითონ ტრამპს სინამდვილეში, ანუ ის რომ ტარიფები დააწესოს და პროდუქცია გადმოიტანოს ამერიკაში არის თუ არა მისთვის ეს მართლა მისი გეგმა და მთავარი გეგმა, ეს შეიძლება რაღაც ნაწილად მისი გეგმა იყოს, მაგრამ არ მგონია მთავარი გეგმა იყოს. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად მეგობრებო, ავიღოთ ადვილი მაგალითი რომ მოვიტანოთ, პლასტიკის დანაჩანგარი. ეხლა პლასტიკის დანაჩანგარი ვაწარმოოს ამერიკის კომპანიამ, ან ამერიკაში წარმოებს, ხო? მოგებას ვერ გააკეთებს. პირიქით ზარალზე წავა, იმიტომ რომ ხარჯები არის დიდი იქ ანუ მუშას უხდი უფრო მეც, გადასახადებიც არის უფრო დიდი და რა თქმა უნდა ეს ამ პლასტიკური დანაჩანგრის გაყიდვა არ მოგიტანს ეს იმდენს რომ შენ გადაიხადო გადასახადები და რაღაც მოგებას დარჩენ. მოგებაზე ლაპარაკი საერთოდ ზედ მეტია, უბრალოდ შეიძლება ხარჯებიც ვერ დახარჯო, ხო? ამიტომ ჩემი აზრით ეს მას საერთოდ არ სურს, მაგრამ ის ხედავს რომ იცვლება ეკონომიკა, იცვლება მსოფლიო, იცვლება ჩვენი ყოველდღიურობა, ყველაფერი იცვლება. დღეს გადავდივართ მაგალითად ელექტრონულ მანქანებზე, ანუ ყველგან ელექტრონული მანქანები არის, ყველგან AI არის, ყველგან რობოტებს აშენებენ და ასე შემდეგ და ამერიკის გავლენა ყველაფერში უფრო და უფრო ნაკლები არის. ხლა აფრიკასაც რო შევხედოთ, ჩინეთი ძალიან ბევრ პროექტს აწარმოებს აფრიკაში და კიდე სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ამერიკას უკვე აღარ მიასვლება, იმიტომ რომ ამერიკა აღარ სურთ არსად ამ დოლარის გულიზე და ასე შემდეგ. და ანუ ჩინეთი ხდება დიდი, ესე ვთქვათ, უფრო დიდი და უფრო დიდი გავლენა აქვს უკვე ჩინეთს. და უფრო წინ მიწევს ვიდრე ამერიკა, ხო? და ამერიკისთვის ეს ყველაფერი არის უდიდესი დარტყმა. ანუ მან რამე უნდა გააკეთოს აუცილებლად იმისთვის, რომ ისევ წამყვანი ქვეყანა იყოს. და ნახეთ ხლა რა ხდება მეგობრებო, როცა ევროპაში შემოდის ჩინური, ყველაფერი ჩინური შემოდის. აბსოლუტურად. ევროპაში ჩინეთს ეძახიან ევროპის ძრავს, ევროპის მატორს. იმიტომ რომ ყველაფერი ჩინეთიდან შემოდის, იქნება ეს ტექნიკა თუ ელექტრონული მანქანები, ანუ ბევრი ელექტრონული მანქანებიც უკვე ჩინეთიდან შემოდის და ევროპაში იყო ესეთი გეგმა, რომ 2030 წლიდან მხოლოდ ელექტრონული მანქანები უნდა იყოს შემოტანილი, ანუ იმპორტი უნდა იყოს მხოლოდ ელექტრონულ მანქანებზე და წარმოიდგინეთ ახლა რომ მთლიან ევროპაში მხოლოდ ჩინური მანქანები რო შემოდიოდნენ და ამერიკას ეს რა თქმა უნდა უდიდესად დაარტყავს, ხო? ჩინეთი რა თქმა უნდა უფრო და უფრო წინ წავა და სხვათა შორის დიდი პატივისცემა ჩინეთს რომ ამდენი რაღაცა გააკეთეს და ესე გააკეთეს და ესე წინ წავიდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა ამერიკისთვის ეს ყველაფერი არის უდიდესი დარტყმა და მათ არ სურს ეს ყველაფერი, ხო? და რატო აკეთებს ამერიკა ამ ყველაფერს, რასაც აკეთებს, რატო აკეთებს ამ ტარიფებს და ანუ ამ ზეწოლას? საერთოდ ტრამპის პერსონაჟი თუ გაეცნობით, ეს არის ძალიან ნარცისტი. თავისთავად ყავს ძალიან, თავისთავად გონია ყველაზე მაგარი და მის წიგნსაც თუ წაიკითხავთ Art of the Deal, რომელიც ძალიან ადრე მაქვს აკითხული, მას ყავს, ანუ თავის ოჯახზე არის ძალიან კონცენტრირებული,
ну ტელეფონი მაქვს საერთოდ ყოველთვის ცალკე ოჯახისთვის რომ მირეკავო ყოველთვის პასუხობა შვილებს სხვანაირთული წოსვან ძალიან ოჯახის კაცია როგორც თვითონ ამბობს და ესე ვთქვათ თავისი მიზანი ანუ ყოველთვის ეს რაღაც ამბობდა რომ როცა რაღაც მოლაპარაკების წარმოების თავისებური სტილი აქვს რომ თავიდან ადამიანს ისეთი მიზერაბული რაღაც უნდა შესთავაზო რომ ანუ მისთვის წარმოუდგენელი იყოს და ბოლოს ისეთ რამეში შეთანხმდეს რომ შენცაც წარმოუდგენელი იყოს რა ანუ ძალიან მაგარი რაღაცა მაგალითად რომ მოგიყვანოთ ვთქვათ რომ ამ კალამის პროდუქციაში ხარჯავთ 15 თეთრს და შენ გინდა ამის ყიდვა ხო მე ვიცი რომ სხვა გზა არ გაქვს მარტო მე ვიმწყიდი სამ კალამს მე გეონები $50 15 თეთრი ხერს გეონები $50 ერთი წელი გაგიჟდები ხო რა ვთქვათ 15 თეთრად ხა და $50 ტყვიდი არა იტყვი არ. მე ლაპარაკი შეიძლება ჩამოვიდეთ $1-ზე, $2-ზე. რაც ჩემთვის იდეალურია, ხო, მაგრამ ესეთი ფასი რო გითხარი თავიდან. შენ 30 თეთრს აღარ მეტყვი, იმიტომ რომ ანუ ამ ხელა ფასიდან ჩამოვდივარ, ხო, მაგრამ მე რო დამეწყო თავიდან 40 თეთრი, შენ შეიძლება 30-ზე ჩამოგეყვან. ანუ მისი მიდგომა პლუს მინუს ესეთია. რატო აწესებს ის ტარიფებს? ნახე, მას ჩემი აზრით დასაკარგი აღარაფერი არ აქვს, იმიტომ რომ მისი ეკონომიკა უკვე აფეთქებაზე არის, იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი ვალი აქვს, ისინი ვალს ვეღარ იხდიან, მათი ბიუჯეტის დეფიციტი უფრო და უფრო იზრდება. და მას სხვა გზა აღარ აქვს. მის სიტყვებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ ჩვენ სხვა ქვეყნებს ვამდიდრებთ, ანუ ჩინეთს, ევროპას, სხვა ქვეყნებს ვამდიდრებთ და ისინი პირიქით ჩვენ ზურნავენ იმაზე, რომ ჩვენ გავღარიბდეთ. ანუ მე გიხდი შენ ვალს, გიხდი პროცენტებს, გიხდი ვალს, შენ ჩემგან პროდუქტებს აღარ ყიდულობ არაფერს საერთოდ. და შენ ამ საგებოს ვეღარ ნახულობ, ან ფული აღარ შემოდის. და პირიქით მე კიდე შენ გეხმარები, ხო, მაგალითად ევროპა რო ავიღოთ, მე შენ გეხმარები თავდაცვაში, ანუ მე გფარველობ. მე შენგან რაღაცებს ვყიდულობ, ვალსაც გიხდი, მაგრამ შენ ჩემგან აღარაფერს ყიდულობ და პირიქით ჩინეთიდან ყიდულობ კონკურენტისგან, ხო? ანუ ეს არის სრულიად წარმოუდგენელი და არ არის სწორი მიდგომა, ხო? ამიტომ ტრამპის მიზანი რომ მთლიანი პროდუქცია გადმოიტანოს ამერიკაში არ მგონია. მას პირიქით ურჩევნია რომ რაც ჩინეთში აკეთებს, იქ ჩინეთში გააკეთოს, უბრალოდ ევროპა აიძულოს რომ მიიღოს ამერიკული პროდუქცია. ტესლა მაგალითად შეიძლება ტესლას საწარმოები ჩინეთში გადავდეს. სრულად შესაძლებელია, მაგრამ თუ ევროპაში შევიდა ტესლები, ანუ ეგეც აწყობთ, ხო? იმიტომ რომ ტესლას ხარჯები მცირდება, მაგრამ ტესლა იყიდება ევროპაში. ამერიკაში უფრო დიდი თანხაში, ხო? ანუ ეს ყველაფერიც არის, ანუ იმაზეც არის გაკეთებული ყურადღება, რომ უმუშევრობის დონე დაიწიოს, იმიტომ რომ თუ ყველა პროდუქცია გავა ჩინეთში, რა თქმა უნდა, ეგეც არ არის კარგი, იმიტომ რომ მუშაობა, ანუ აღარ არის საკმარისი სამუშაო ადგილები და უმუშევრობა თუ მოხდა ქვეყანაში, თან ინფლაცია, თან სტაგნაცია, თან უმუშევრობა, ანუ საშინელება ხდება. და ანუ მე მთლიანად შეიძლება ყველაფერი აფეთქდეს და ეკონომიკა საერთოდ მიწასთან გასწორდეს, ამიტომ ამაზეც ფიქრობს ის. და ჩემს აზრით ყველაფერი სწორად უდგება და რა არის მისი მიზანი სინამდვილეში. ნახეთ, ჩემს აზრით ეს აკეთებს ჯერ ეს ერთი რომ კუნთებს აჩვენებს ყველას რომ მე კიდე წამყვანი ვარ, იმიტომ რომ ყველა ჯერ კიდევ ჯერა რომ უკვე ამერიკა არაფერის გაკეთება აღარ შეუძლია დოლარის უკვე გაუფასურებულია და всё უკვე დღეს და ხვალ აფეთქდება ყველაფერი და ეს ყველაფერი შეგვიძლია წავიკითხოთ ოქროს ბაზარზეც, ოქროს ფასზეც, რასაც მე ვამობდი, წინა წელს ვამობდი უკვე რომ ოქროს ფასი იზრდება და კიდე გაიზრდება, იმიტომ რომ ბაზარზე ძალიან საჭირო რაღაცები ხდება და როცა სახელმწიფოები და ბანკები ყიდულობენ ოქროს, ესე იგი ძალიან ცუდ რაღაცას უნდა ველოდოთ, რაც ახლა მაგალითად ხდება, ანუ ამ ყველაფერს ამოკითხვა შეგვიძლია აქ. და ჩემი აზრით, ტრამპის მიზანი არის ზუსტად ის, რომ აიძულოს ევროპა, რომ ჯერ ამერიკიდან რომ იყიდოს პროდუქტები, ელექტრონული მანქანები და ასე შემდეგ თავისთავად, მაგრამ ამერიკის ყველაზე დიდი მიზანი არის ის, რომ აიძულოს ევროპა და ჩინეთი, რომ პროცენტები გაუყინონ, ანუ ამერიკამ და ევროპამ რომ პროცენტი გაუყინოს ამერიკას და ის ვალი რაც აქვს ამერიკას, ჩინეთის და ევროპის გადაანაწილოს 100 წელზე. ანუ ობლიგაციები თუ გაიცემა 5, 10, 15, 20 წლით, ის გადაანაწილდეს ის ვალი, რაც ამერიკას აქვს 100 წელზე.
და პროცენტი საერთოდ გაიყენოს. წარმოედგინეთ, ანუ მისი ვალი პროცენტულობით საერთოდ 60% ძალიან ნაკლები იქნება. მის ბიუჯეტის დეფიციტი არ იქნება, ეგ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ესე დოლარები ბეჭდოს და იმიტომ ამბობს, რომ ის ბაზრები ისე წავა მაღლა, რომ პირიქით შემოხვეწებით, რომ გაჩერდი აღარ გვინდა გვეყოფა საკმარისად გაიზარდა ბაზარი, გთხოვ გაჩერდ, ანუ იმიტომ ამბობს ეს, რომ თუ მართლა მოხდა ეს ყველაფერი და გამართლდა მისი მიზნები, ანუ არ ვლაპარაკობ ახლა მე რუსეთის ომზე და იმაზე და ამაზე, იმიტომ ჩემი აზრით ის ომი არ მოჩება და ტრამპის არც უნდა რომ ეგ ომი მორჩეს, იმიტომ რომ რუსეთის დაგდება უნდა მას ბოლომდე და შემდეგ ჩინეთისაც და შემდეგ ანუ მიყვეს იმ ირანს და შემდეგ, მაგრამ ეს სხვა ხედვა არის, მე ხლა პირდაპირ ეკონომიკაზე ვლაპარაკობ და ინვესტიცია ტრეიდინგზე, რაც ჩემი სფერო არის, რა თქმა უნდა მე მაგ თემებზეც მაქვს, სხვა თემებზეც მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ მე ხლა მინდა ამ თემებით შემოვიფარგლო. ანუ ჩემი აზრით ტრამპის მიზანი არის ზუსტად ეგ და ეგ თუ მოხდა, ნამდვილად გვექნება ის, რასაც ტრამპი ამბობს და კორონას შემდეგ რა ბულ მარკეტიც გქონდა, ეგ ბულ მარკეტი იქნება მონაკონი, ანუ საერთოდ ახლოსაც არ იქნება ის ბულ მარკეტი იმ ბულ მარკეტთან, რაც შეიძლება ახლა მოხდეს. ამიტომ მეგობრებო, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა შევხედოთ ჩვენ სხვა მხრივ. რასაც ტრამპი ახლა აკეთებს ამ ტარიფებით, ეს ამერიკას არ არტყავს. რა თქმა უნდა, ახლა შეიძლება ყველამ იფიქროს, რომ არტყავს, მაგრამ ეს არის დროებითი. ეს არ გააკეთა ტრამპმა, ხო? ერთ-ორ თვეში, ერთ წელში შეიძლება ისეთი რამე მოხდეს, რომ მიწასთან გასწორდეს საერთოდ ამერიკა, ხო? ამიტომ ის აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ახლა მით უმეტეს კიდე დაავალა, ესე თქვა, დაიძულა ევროპა, რომ თავისი ანუ ევროპამ თავისი თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდოს. ანუ 2%-დან 5%-მდე და რამოდენიმე ევროპის ქვეყანამ უკვე გადაწყვიტა 8%-მდე გაზრდა. რას ნიშნავს ეს? ეს არნიშნავს იმას, რომ ის ფული მოხმარდება ხელფასებს და ჯარისკაცის ხელფასი 2000 ევროდან გავხდება 15000 euро, არა, რა თქმა უნდა, სისულელი არის, ან მხოლოდ ტყუებს იყიდიან, ეგეც დიდი სისულელი არის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წავა ტექნიკაში, ეს ყველაფერი წავა ამერიკაში. ტექნიკას ვისგან იყიდიან? ამერიკისგან, რა თქმა უნდა, ეს თანხებით შევა, რა თქმა უნდა, ამერიკაში. ამიტომ, რასაც ტრამპი ამბობს, მეგობრებო, და როგორც ტრამპი უდგება ამ ყველაფერს, მე ძალიან მომწონს სიმართლე რომ გითხრათ. 15 მილიარდიანი საფულე რომ მქონდა, შეიძლება სხვანაირად ვფიქრობდე და ძალიან შემშინებოდა რომ იმ ყველაფერი გამიოფასურდა, არა. მე მგონია მაინც რომ ტრამპი ყველაფერს სწორად უდგება, იმიტომ რომ სხვა შანსი და სხვა მიზანი არ, ანუ რა უნდა მოხდეს სხვა, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეკონომიკა სწორედ შემოტრიალდეს, ანუ ტვინიკოსები და ბიტკოინ ფანატიკოსები იტყვიან რომ აი აღარ უნდა დაიბეჭდოს, უნდა მოხდეს, მაგრამ please შეიძლება ზოგმა თქვას, რომ ბიტკოინი, მოდი ბიტკოინზე ჩავშალოთ რაღაცები, იმიტომ რომ აი მინდოდა ბიტკოინზე მელაპარაკა, მაგრამ ხშირად მის რომ ეხლა ბიტკოინი გადაარჩენს ამ მომენტს, რომ დოლარი მიაბან ბიტკოინზე, ბიტკოინი იყოს რეზერვი, ბიტკოინი იყოს ის, ბიტკოინი იყოს ეს. დავიწყოთ იქიდან თუ ის შექმნა ბიტკოინი. ბიტკოინი შეიქმნა იმისთვის, რომ მოხდარიყო ტრანზაქციები, ანუ გამოგვეყენა ყოველდღიურობაში, როგორც წეგან თქვი, შოთი და ლავაში ვიყიდოთ და კარაქი ვიყიდოთ მაგით და ყველაფერი სატოშებით. და მოხდეს ესე ვთქვათ ტრანზაქციები, ხო? იმიტომ რომ ტრანზაქციები თუ არ მოხდა, ბლოკჩეინ სისტემაც არ იმუშავებს, ხო? იმიტომ რომ მაინერებიც აღარ იმუშავებენ და ბიტკოინიც აღარ იქნება უსაფრთხო, ხო? იმიტომ რომ მაინერებმა თუ არ იმუშავეს, ბიტკოინის ტრანზაქციებიც არ დადასტურდება, არ მოხდება და ესე ვთქვათ, ანუ აღარ იარსებებს, ხო ბიტკოინი და დღესდღეობით რას ვხედავთ? უბრალოდ რომ მკითხოთ ბიტკოინ ფანატიკოს, ვისაც ჯერა რომ ბიტკოინი არის ჩვენი მომავალი ფული, უბრალოდ რომ უთხრათ მას, რომ აი იყენებს შენ ბიტკოინს გადასახადად, აი ყიდულობ შოთს, ლავაშს, ან თუნდაც რა ვიცი, რამის აკეთებ ბიტკოინით, ხდი ბიტკოინით რამის. ვერ განახებს ვერანაირ დამადასტურებებს, რომ ბიტკოინით იხდეს. მე რა თქმა უნდა კრიპტოთ ვიხდი, მაგრამ ვიხდი USDT-ი, ანუ ცვლი USDT-ში ევროში და ხშირად ამაქვს დადებული YouTube-ზეც და Instagram-ზეც როგორ ვიხდი კრიპტო ბარათით, ბაიბიტის ბარათით სხვადასხვა ადგილებში, ხო? ტრანზაქციები ჩვეულებრივ განახდა, მაგრამ ეს არ ხდება ბიტკოინში, იმიტომ რომ ბიტკოინს ვინახავ იმისთვის, რომ ფული გავაკეთო, ხო? არა იმისთვის, რომ ხარჯო და ვიგულო. და თუ გჯერათ, ანუ ბოლოს გჯერა რომ ის უნდა გახდეს მომავალი ფული, მაშინ დღეს რატო არ ვიყენებთ, ხო? იმიტომ რომ ტრანზაქციები არ ხდება. მეორე,
აა ბიტკოინი ყველას გონია რომ ანუ გვაქვს 21 მილიონი, კი 21 მილიონის მეც ვეღარ შეგნი, ხო? მაგრამ რა არის მისი პრობლემა? ჯერ ისეთ რომ ადოპცირებული არ არის ის რომ ჩვენ ვიფიქროთ რომ ის გახდეს ჩვენი მომავალი ფული, ანუ უკვე ვთქვით რომ რეზერვიც ვერ გახდება, მე ვერ მიაბავ დოლარს ბიტკოინზე. იმიტომ რომ ბიტკოინი არ არის შექმნილი იმისთვის რომ რეზერვად გქონდეს, ბიტკოინი არის შექმნილი იმისთვის რომ ფულად გამოიყენო, იმიტომ რომ ტრანზაქციები თუ არ მოხდა, მაინერებიც აღარ იმუშავებენ, ხო? ანუ ის რომ რეზერვი გახდეს და დოლარი მიებას, ვიღაცის სულელე შემოგდებული რაღაცა, ეს უკვე დავიწყოთ, იმიტომ რომ შეუძლებელი არის. და ანუ მეორე რო გახდეს ესე ვთქვათ, გადასახადი და ასე შემდეგ და ანუ კიდე რაღაც ბევრი სულელეები მოდის ხოლმე ბიტკოინ მაქსიმალისტებისგან და ამბობენ რომ ვიცით რომ 21 მილიონი არის და ის არის და ეს არის, ანუ ბიტკოინის ფასი ერთ ადგილზე არ არის, ხო გაყინული. ინფლაციას ვებრძოლებით და რაღაც სულელს რომ ამბობს. ეხლა მე თუ მაგალითად 2 სატოშით დღეს მომდის 2 პური. ხვალ 3 პური რომ მომივიდეს არ არის სწორი. ეგ იმას ნიშნავს რომ ჩვენ გვაქვს დეფლაცია. და როცა დეფლაცია ხდება, სადმე მithumetes პულში, ანუ ეგეთი მომენტებიც იყო ეკონომიკაში, რომ ხდებოდა დეფლაცია. და ეგ ინფლაციაზე უარესი არის. რატომ არის ინფლაციაზე უარესი? იმიტომ რომ წარმოვიდგინე შენ რომ გაქვს ფული, წარმოვიდგინე გაქვს $100. და შენ გინდა კომპიუტერი, $100 გაქვს და ვთქვათ რომ iPhone იღებს $100. მაგრამ შენ იცი რომ დეფლაცია ხდება და დღეს არ გადაიხდი. და მომავალ წელს იგივე $100 ჩვენ შეგიძლია იყიდო იგივე iPhone, იმიტომ რომ დეფლაცია მოხდა, პროდუქტი გაიარდა, შენ დოლარი უფრო ძვირი იყარი და ანუ შენ დოლარი უფრო შეინარჩუნა და უფრო გაწვირდა და იგივე $100-ით მოგივიდა iPhone, რომელიც წინა წელს არ მოგდიოდა, ხო? ნახეთ ახლა რა ხდება ეკონომიკაში, ესეთი რაღაცა რო ხდება, ადამიანები ფულს ინახავენ, აღარ ხარჯავენ და რა თქმა უნდა, როცა ფულს შენ აღარ ხარჯავ, კომპანიებიც აღარ მუშაობენ კარგად, როცა კომპანიები აღარ მუშაობენ კარგად და ბევრს აღარ ყიდიან, რა თქმა უნდა, მათ აღარ ჭირდებათ იმდენი მუშა, რამდენიც ეხლა ყავთ მაგალითად და არის უფრო დიდი უმუშევრობა, ხო და ნაკლები წარმოება. ანუ ეგეც შეუძლებელი არის. და კიდე ძალიან ბევრი პრობლემა არის, მეგობრებო, ისიც არ ვიცით, რამდენი ბიტკოინი არის დაკარგული და რამდენი ბიტკოინი არის მიმოქცევაში და ფლობაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბიტკოინი იკარგება დღესაც და მე მჯერა რომ დღეს ხვალდაზე თუ არა, რამოდენიმე ასეულ წელში თუნდაც ბიტკოინი აღარ იარსებებს, იმიტომ რომ შესაბამისი ტრანზაქციები ხდება ძალიან ბევრი და აუცილებლად იქნება ესეთი დღე და დრო, რომ აი ბოლო სატოშიც არასწორად გადაიგზავნება, დაიკარგება და მორჩა. აღარ არის. ოქროსთან შედარებით, მეგობრებო, ოქრო რო დაკარგო, ხო, ოქროს ვერ დაკარგავ. ანუ კი დაკარგავ და შეიძლება 100 მეტრი თქვენმოც დამარხო, მაგრამ ის თავის თვისებებს არ იცვლის. რაშიც არ უნდა აურიო, რაშიც არ უნდა გადაურიო, ეს 500 და 1000 და მილიონი წლის შემდეგაც შეგიძლია იპოვო, იგივე ფორმაში როგორც დატოვე. და ესე ვთქვათ, თუ გადაადნო, ისევ იგივე ოქროს გამოიტან, რა ოქროც იყო მილიონი წლის შემდეგ. ამიტომ ესეთ ბიტკოინზე რაღაც მოკლე მონაკვეთი მეგობრებო, ბევრს რო გონია რომ ბიტკოინი გადაგვაჩენს და იქნება ჩვენი მომავალი ფინანსური რაღაც ინსტრუმენტი, არც უნდა აი ადამიანს არც უნდა გინოდეს საღაზროვნებაზე თუ ხარ, დეცენტრალიზება საერთოდ არ უნდა გინოდეს. რა თქმა უნდა, ბევრი რამე ხდება, რაც შეიძლება არ გინოდეს, მაგრამ ახლა ბიტკოინი რომ ავიღოთ, ყოველთვის ამ სადაც არის დეცენტრალიზება და სადაც არის ნაკლები კონტროლი და სადაც არის ფული, იქ არიან ყოველთვის ძალიან ბევრი ქურდები, მაიმუნები და ცუდის მომსწრე ადამიანები, ხო? წარმოვიდგინეთ ახლა რამდენი შავი გადარიცხვები მოხდა, ცუდი გადარიცხვები მოხდა, ცუდ საქმეს მოხმარდა ეს ბიტკოინები მაგალითად ბავშვების პორნოგრაფიას, კრიმინალს, ნარკოტიკებს, ანუ ხდება ხო ესეთი რაღაცები. კი ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი დოლარიც ეგრე არის და რა თქმა უნდა დოლარით შეგიძლია ყველა სუდი რაღაცები გაიგოთ, იმიტომ რომ დოლარი გადაეცე არ იცი ვის ხელში რა გაიარა და ასე შემდეგ. ამიტომ ხდება ისიც რომ ევროპაში ხდება ახლა რომ ნაკლები კაში, ანუ ქეში შეიძლება საერთოდ აღარ არსებობდეს 1-2 წელში, მხოლოდ და მხოლოდ ყველაფერი ონლაინ იყოს. ბევრი ამის საწინააღმდეგო არის, ბევრი არის ამის მომხრე არის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ყოველთვის ვითარდებით და ჩვენ ადამიანები საერთოდ ესეთი ხედვა გვაქვს რომ ყოველთვის კრიტიკულები ვიყოთ რაღაცებზე, რაც ცუდი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ხანდახან გვაუწყდება ის თუ საიდან მოვდივართ. ყველა რომ აი უარესობისკენ მივდივართ, აი დოლარი ისე და ეკონომიკა ისე და ის და ის. ეხლა რომ დავსვათ და დავსვათ რამოდენიმე ადამიანი, ვთქვათ რომ რა გირჩევნია შენ ეხლა
ამ სისტემაში ცხოვრობდი, ამ ფულის სისტემაში, როგორც ეხლა ვართ, მაგალითად, თუ 50 წლის წინ 50 წლის წინ ცხოვრობდი, 60 წლის წინ ცხოვრობდი, როცა მსოფლიო ომები იყო, საჭმელი, ანუ სამსხურები არ იყო, შენ თვითონ უნდა მოგეყვანა პური, ხორბალი, კიტრი, პამიდორი, კარტოფილი და შემდეგ და ანუ უნდა გეზრუნა იმაზე, რომ შენი ოჯახი დაგეცვა. იმიტომ რომ საშინელებები ხდებოდა, ხო? კრიმინალი, ისა ეს, ანუ როგორც დღეს სხვადასხვა ძალიან ბევრი ჩარჩენი ქვეყნებში, ხო? ანუ ეგეთ ადგილზე გირჩევნია, დღესაც არის ეგეთი ადგილები, შეგიძლიათ ჩახვიდე და მოსინჯო. ეგეთ ადგილზე გირჩევნია, სადაც დეცენტრალიზებულია ეს ყველაფერი და ყველას შეუძლია აკეთოს ის, რაც უნდა. თუ გირჩევნია ესეთ სისტემაში ცხოვრება, სადაც შენ რამე თუ დაგემართე, შეგიძლია რაიმე ინსტიტუტს მიმართო, იქნება ეს პოლიცია, იქნება ეს მთავრობა, იქნება ეს ადვოკატი, სასამართლო და ასე შემდეგ. ანუ სად გირჩევნია შენ ცხოვრება და რა სისტემა გირჩევნია შენ. ამიტომ ყოველთვის უნდა დავფიქრდე, მეგობრებო, თუ რაც წეგანა ვთქვი, რომ think what you wish for. იცოდე რას ოცნებობ და იცოდე რა გინდა. ჩვენ ახლა ძალიან კარგად რო ცხოვრობ და კარგად რო ვართ, იმიტომ გვაქვს რაღაცებზე პრეტენზიები, მაგრამ ვიღაცა რო გააცოცხრო, ვინც 200 წლის წინ ცხოვრობდა, ან ჩვენი ისტორია ავიღოთ, რამდენი ომები აქვს საქართველოს გამოვლი, რამდენი საშინელება და ის და ეს, რა დროს გირჩევნია შენ ცხოვრება მაგ დროს, როცა ყოველ დღე გეშინია რომ შენ ოჯახს რაღაცა დაემართება, ვიღაცა გესვრის წაგართმევს, მოკლავს და აქ ჩაგრავს და ასე შემდეგ თუ ეხლა სადაც, ну ამ პოლიტიკას არ მინდა ეხლა შევეხო, მაგრამ უბრალოდ ვთქვათ, რომ ეხლა სადაც შეიძლება მინიმუმ პოლიციაში მიხვიდე და ვიღაცას რაღაცაზე უჩვრო, ხო? ანუ როგორ ხდება იქ რა და ანუ ამ ყველაფერს არ გამიხილავ, იმიტომ რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრი არის, მაგრამ უბრალოდ მაგალითი მინდა მოგცეთ. და ვინც დღესდღეობით კიდე აი ყველაზე დიდი სულელი და ჰიპოკრიტებს რატომ ვამბობ, რომ აი ბიტკოინ მაქსისტები და ბიტკოინ ვითომ ინვესტორები არიან უდიდესი ჰიპოკრიტები, მეგობრებო. მათი შემოგდებული არის, რომ ბიტკოინი არის ხალხის ფული. თუ არ გააკეთებ ბიტკოინში ინვესტიცია, შენ მომავალ წელს ვეღარ გახდები. ფულს ვეღარ გააკეთებ და ჰაერში დარჩები და მე რეიტყვი, რომ აი თურმე ის ამბობდა, რომ ბიტკოინი უნდა გიყიდა და რო არ იყიდე. რამხელა ჰიპოკრიტი უნდა იყო ადამიანი, რამხელა ან ნახეთ, ორი რამე არსებობს. ან უბრალოდ ბოდიში და დებილი ხარ და ვერ ხვდები რას ამბობ, ან უბრალოდ ხვდები და ხალხს ატყვევ ძალით, ხო? როცა შენ ვიღაცას ეუბნები, რომ ბიტკოინი იყიდე, იმიტომ რომ მე რო გეუბნები ბიტკოინი იყიდე, მე იმიტომ ვამბობ და გირჩევ, რომ ფული გააკეთო ამით. არათუ ხვალ სოფლიო გადატრიალდება ბიტკოინით იყიდი პოს და ლავაშს. ანუ მაგიტომ არ გეუბნები, ფული გააკეთდება და ფულის გააკეთება თუ გინდა შეგიძლია იყიდო, ხო? მაგრამ შენ როცა ამბობ, რომ აი ხვალ და ზეგ უკვე ესეთ რაღაცა მოხდება, CBDC გადატრიალდება და ამერიკის ბანკი გადატრიალდება და სოფლიო ამოტრიალდება და შენ თუ არა გაქვს ბიტკოინი ვერაფერს ვერ გააკეთებ და აი მე რეიტყვი რომ აი ვამბობდი რომ ბიტკოინი უნდა გიხდე. შენ თუ ეგეთი ადამიანი ხარ უდიდესი ჰიპოკრიტი ან ბოდიში და დებილი ხარ მართლა და ვერ ხვდები რას ამბობ, ან ხარ ძალიან დიდი ჰიპოკრიტი და ხალხს ატყვევ, რომელიც არც ერთი არ არის კარგი. 1000 იმტერეჯობი ერთ სულ მეგობარს ხო გაგიგიათ არა? იმიტომ რომ რატო ამბობ ამას? ნახეთ ხლა რა ხდება მეგობრებო. როგორ კეთდება ბიტკოინში ფული? მე როგორ გავაკეთე ბიტკოინში ფული? წარმოიდგინე ახლა რომ ვიღაცას ანუ შეგვიძლია ავიღოთ 10 წლის წინ ვინც იყიდა ბიტკოინი რომ მისი კაპიტალი გაიზარდა იმიტომ რომ შენ მე და დღეს კიდე სხვები ყიდულობენ ბიტკოინს და ბიტკოინის ფასი იწევს, ანუ მან თუ გააკეთა ახლა მთლიანი ბიტკოინი, მან ფული გააკეთა ჩვენგან. ავიღოთ დღესდღეობით მე თუ ვიყიდე $5,000 ბიტკოინი და 10 წლის განმავლობაში იმ კამპანიას ვეწი რომ იყიდე ბიტკოინი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მომავალი 10 წლის განმავლობაში და 10 წლის განმავლობაში დიდი რაღაც კომუნიტი შევქმნი და ძალიან ბევრი ყიდულობს ბიტკოინს. აი ვარ თუ არა უდიდესი ან ჰიპოკრიტი და ხალხს ვეტყვი, ან ძალიან დებილი. იმიტომ რომ ჩემი $5,000-იანი ინვესტიცია თუ გახდა $50,000, ეს გახდა ზუსტად იმ ხალხის ხარჯზე, ვინც კიდე დღეს შემოდის ბიტკოინს. ხო, ანუ რა გამოდის იმას, რომ მე ირიბად თუ პირდაპირ სხვის ჯიბეში ვყოფ ფულს, ხელს, ვიღებ ფულს და ვიღებ ჯიბეში. რასაც ახლა ვაკეთებ, ტრეიდინგი და ინვესტიცია ეგ არის ბიტკოინში, იმიტომ მოთხოვნა და მიწოდება არის. ბიტკოინი არ არის აქცია, სადაც მაგალითად შენ აქციის კომპანიის რაღაც აქციებს ყიდულობ, კომპანიამ გააკეთა მოგება და იმ მოგებს რაღაცნაირად გაძლევს. ეს არ არის, ხო, ბიტკოინი არის სუფთა მიწოდება მოთხოვნა. მე გავაკეთებ იმ შემთხვევაში ფულს თუ შენ ჩადებ ფულს და შენ თუ ჩადებ ფულს მე გავაკეთებ ფულს, ანუ ჩემი ინვესტიცია აიწევს, იმიტომ რომ შენზე მალე ჩავდე ფული და შენ რო ჩადებ ფულს მე ამოვიღებ ფულს და შენ ინვესტიცია დავადება, ხო? ეს არის ჩვეულებრივი
გინდ გჯეროდეთ, გინდ არ გჯეროდეთ, ეს არის ჩვეულებრივი პირამიდა. მოდი ავიღოთ მეგობრებო, წეგან განახეთ, რომ ძალიან მიყვარს ეს ისა დასალევი და აქ მაქვს რამოდენიმე. ავიღოთ. თქვათ, რომ აქვს 5 ცალი. პაპ. 4 და კაი, მე-5 გვაქვს სხვაფერი. 5 ცალი გვაქვს, ან ჩემ წინ მიდგას 5 ცალი. და წარმოვიდგინოთ, რომ სოფლიოში მხოლოდ 5 ცალია დარჩენილი და მე ძალიან მიყვარს და ძალიან მჭირდება, ხო? ან ძალიან მინდა. ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო. თქვათ, რომ 5-ვეს ფასი არის $1000, ანუ ყველას ერთი $10, $10, ორი 5 ცალი მაქვს, ანუ ორი ერთად $50. ანუ არის მოთხოვნაზე და მიწოდებაზე, რაც უფრო ცოტა რჩება, ფასი მით უფრო იწევს. წარმოვიდგინოთ, რომ მე ვიყიდე 1, ჩემა ძმა მიყიდა 1, ჩემა ან ვთქვათ, რომ ჩემო მეორე ძმა მიყიდა არ მყავს მეორე ძმა, ერთი ძმა მყავს, მაგრამ ვთქვათ, რომ რამოდენიმე ძმა მყავს, ვთქვათ, რომ 4 ძმა მყავს, 4 ძმა ვიყიდეთ ყველამ ერთად. მე ვიყიდე პირველი, რომელმაც გადავიხადე $10, მეორე ძმა მიყიდა, გადაიხადა უფრო მეტი, იმიტომ რომ 4 ცალი დარჩა, გადაიხადა ვთქვათ $15. შემდეგი უფრო გაძვირდა, $20 გახდა. მესამე ძმაც იყიდა და მე კიდე გახდა $25. ანუ მე ვიყიდი 1000, მე 15, 20 და $25. დარჩა მხოლოდ ერთი, რომელიც ღირს $30. ნახეთ ახლა რა ხდება, მე რო ერთი მაქვს, $5, $10 მაქვს ნაყიდი, ხო? მხოლოდ ერთი ხარ დარჩა, რომლის ფასი არის $30. ანუ მე შემიძლია ჩემი $10 ნაყიდი გავყიდო $30. წარმოვიდგინე, მეორე ძმამაც რო გაყიდოს კიდე ვინც $15 იყიდა და მესამე ძმამაც რო გაყიდოს კიდე ვინც $20 იყიდა, იმან ვინც $25 იყიდა, მის ინვესტიცია დავარდება, ანუ ეს ღირდა $25 და დღესდღეობით, იმიტომ რომ ყველამ გაყიდა ამის გარდა 2-4 დარჩა, ხო? ეს გახდა შეიძლება $15. $25 ქონდა ნაყიდი და გახდა $15. ეს რაც შეიძლება ბავშვის ენაზე აგიხსენეთ, მეგობრებო, და მინდა რომ კარგად ჩაებეჭდოთ ეს ჭკუაში, რომ ანუ დაფიქრდი რაზე ლაპარაკობ, დაფიქრდი ვისი გჯერა, დაფიქრდი რა საკეთებ, დაფიქრდი როგორ აკეთებ და ასე შემდეგ. კიდევ ვისისულელო თუ გჯერა შენ ამ ახსნის შემდეგ, რომ ბიტკოინი გადაგვარჩენს და ბიტკოინი არის მომავალი ფული და რაღაც ისულე. აი მართლა თუ გჯერა შენ ამის კიდევ, არ ვიცი. ოჩხ, ანუ ოჩხ. იმიტომ რომ აი მართლა არ ვიცი. თან ამ თემას შემიძლია კიდე ძალიან სიღრმისეულად ჩავიდე, რომ აი როგორც დოლარზე აგიხსენით, რომ აი დოლარი რო უფასურდება და სხვას უფრო ნაკლებს ესხს ვალი რო გაგდა უფრო ნაკლები ვალის გადახდა გიწევს. ამაზეც ქონა ცალკე რომ შეიძლება იმ ქვეყანას, ვისაც შენ ნაკლებს უხდი, იმან მიგიხვდა ესე შმაკობა და იმან გამოიგონა ბიტკოინი, ან პირიქით შეიძლება ეს ამერიკამ გამოიგონა და რაღაც სულელებს ანუ რაღაც გეგმებს აკეთებს, ხო? იმიტომ რომ ვიცით რომ კრიპტოში ცუდი ფულიც არის და ცუდ რაღაცებსაც აკეთებენ, ხო? ამიტომ მეგობრებო, დაფიქრდით რას აკეთებთ. მე უბრალოდ მხოლოდ კეთილსურვილით ვარ თქვენთან, მინდა რომ ყველა მილიონერები გახდეთ. მინდა რომ ყველა ძალიან ბევრი ფული გქონდეთ. ყველა ქართული მინდა რომ წარმატებული იყოს და ყველას ბევრი ფული გქონდეს, იმიტომ რომ ყველა ქართულის წარმატება ეს არის ასევე ჩემი წარმატება. იმიტომ რომ მაგალითად რომ ვიყოთ კვარაცხელია, სადაც კვარაცხელიას ვიტყვი, ყველგან სიამაყედ ვისვები, იმიტომ რომ მეც ქართველი ვარ, ხო? ანუ ქართველი და მოჩა. როცა ქართველი ქვია და სხვა ქვეყანაში გადიხარ, ესე ვთქვათ, შენ ქვეყანას შენი ქვეყანა უნდა ასახელო და შენი ქვეყნის სახე ხარ, ხო? ამიტომ მე ყოველთვის სიამაყით ვიქნები, რომ ანუ ყველა ქართული იყოს წარმატებული, ყველა ქართულმა რაღაც შექმნას, რაღაცას მიაღწევს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ უნდა ვიყოთ მეგობრებო, დებილები და სულელები და ასე შემდეგ. გთხოვთ დაფიქრდით რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ და ასე შემდეგ. დღეს რაც მოგიყევით მეგობრებო, ტრამპზე, მის მიდგომაზე და ასე შემდეგ, კიდე ბევრი რამე შემიძლია ვთქვა, მაგრამ თავარი რაც მინდოდა მე თქვა, ჩემი აზრით რომ სწორად გადმოგეცით და კარგად გადმოგეცით და გითხარით ის რის თქმაც მინდოდა. ბიტკოინს და კრიპტოსაც შევეხეთ, იმიტომ რომ ბევრი კრიპტო სულელი ინფლუენსერი ის მესმის, რომ აი ბიტკოინის დრო დადგა და ბიტკოინი უნდა გადაგვაჩინოს და ხომ გეუნებოდი 15 წლის წინ, 5 წლის წინ და წინა წელს და იმის წინა წელს რომ უნდა გეყიდა ბიტკოინი. აი ეგეთ რაღაც სულელებს ვხედავ ხოლმე, ანუ ძალიან ცუდად ხვდები და ანუ
ვერ ხვდები რომ რატომ უნდა გიდნოდეს ადამიანს ეს რომ შენ თვითონაც ვერ ხვდები და სხვას ურჩევ რომ ამაში ინვესტიცია გააკეთოს, ხო? თან ინვესტიცია გააკეთოს იმ მიზნით რომ ეს არის მომავალი ფული. ნახე, მე ვაკეთებ ინვესტიციას, მაგრამ მე ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ, არავის იმწვენია, არავის იმეშინია. ხმამაღლა ვამბობ, რომ მე აქ ვარ ფულისთვის. და მე როცა ფულს ვაკეთებ, ეგ ნიშნავს იმას, რომ მე ხარ ვიღაც კარგავს ფულს. ეს არის ტრეიდინგი, ეს არის ინვესტიცია, ეს არის თავისუფალი ბაზარი. მაგრამ შენ რო გამოდიხარ და ვიღაც შენ ეს არის მომავალი ფული და რახანე მაგ ბიტკოინი შენც უნდა იყიდო და იმის ხარჯი შენი ბიტკოინი იწევს და მე ყიდის და ფულს ანუ მოგებას აფიქსებ და მე სხვა წაგებაში გავუნის, ჩემი აზრით არის ძალიან დიდი ჰიპოკრიტიზმი და ძალიან დიდი არადამიანობა, ძალიან ცუდი რაღაც. ამიტომ მეგობრებო, კიდევ რაღაც თქმა მინდოდა, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და კიდევ ბევრ ვიდეოს გადავიღებ ესეც, თუ დაგაინტერესათ. რა თქმა უნდა, რახან საქართველოში არ ვიმყოფები, მიწევს ისეთი პოდკასტების დავარქვათ ამას პოდკასტი, სადაც სტუმარიც და მასპინძელიც ვარ მე, საქართველოს სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ it is what it is, ასე რომ თუ მოგეწონათ ჩემი ხედვები ამ ამ საკითხებზე და იმ ამ საკითხებზე, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. რაც თავარია და რაც ძალიან მაინტერესებს არის თქვენი ხედვები, მეგობრებო, ანუ რა ხედვები გაქვთ თქვენ იმაზე, რაც ახლა ხდება, იმიტომ რომ Discord-ზეც მქონდა რაღაც საუბრები ამაზე, სხვა ის ვთქვათ ხედვები ქონდათ ხალხს, Instagram-ზე სხვა ხედვები ქონდა, სოციალურ მედიაზე სხვა ხედვები აქვთ ყველაფერზე, ამიტომ მაინტერესებს თქვენი ხედვაც. რას ფიქრობთ ჩემ ხედვაზე? რა გონიათ სწორი, რა გონიათ არასწორი, რა გამომრჩა, რა არ გამომრჩა, რა გამოგრჩათ თქვენ და რა გაიგეთ დღეს თქვენ ჩემგან, ძალიან მაინტერესებს, დამიწერეთ ეს ყველაფერი კომენტარებში. დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და მაინტერესებს თუ რას ფიქრობს საერთოდ ხალხი საქართველოში. ბევრი რამის თქმა მინდოდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, მაგრამ ამით შემოვიფარგლებით დღეს და თუ კიდე მოგინდათ ესეთი ვიდეოები, აუცილებლად დალაიქეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბევრი ვიდეო შემოგთავაზებთ ხოლმე ესეც სხვა და სხვა თემატიკაზე.